გამარჯობა. ეს აგროსიახლეებია ზოოპარკს ვესტუმრეთ და გავიგებთ როგორ გრძნობს თავს ლაშა ბექაურის მიერ გადაცემული ბოკვერი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვათა შორის ამ ბოკვერს სახელიც კი შეურჩიეს, სახელსაც, ასაკსაც და ყველაფერს მის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ სწორედ ზოოპარკის დირექტორისგან, რომელიც ამ ბოკვერის გარდა კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე დაგველაპარაკება. გამოგყევით. დირექტორზე კარგ გიდობას ვინ გაგვიწევდა? ზურაბ გურიელიძეც არ დაგზარდა და ბევრი ვისაუბრეთ ბექაურის ბოკვერიდან დაწყებული ზოოპარკების დანიშნულებასა და ცხოველთა უფლებებზეც კი. ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ გაგვერკვია როგორ მოხდა, რამდენად კანონიერი გზით ცხოველთა პატარა მეფე საქართველოში, ლაშა ბექაურის ხელში. თავად სპორტსმენი ამ თემაზე არ გველაპარაკა. ზოოპარკში კი გვითხრეს, რომ მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით ბოკვერი გადასცა, ბექაური მისი ამბით არ დაინტერესებულა, არც მოუნახულებია. ლაშას ხომ მოუკითხავს? არა, ლაშას შემდეგ არ გამოჩენილა. არც ფინანსური დახმარების სურვილი გამოუთხა. ნუ ფინანსური დახმარება, ცით როგორ არის, ვისაც სურვილი აქვს, არა ჩვენ ახლა რო გითხრათ, რომ თუ არ დაგვეხმარა ვინმე ცხოველი შიმში, არა, ესე არ არის ნამდვილად, თუმცა მეტი ფული, მეტი არასოდეს არ არის ხოლმე, ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის მეორე დღესვე ბექაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მან შანი ინახულა. გითხარით, სამომავლო გეგმები ეს დიდხანს ვერ გაჩერდება, ხო? აი რას აპირებთ? დაწყებული გვაქვს თბილისის ზღვაზე მისი ვოლიერის მშენებლობა, ახალ ზოოპარკში და შემდეგ უკვე როცა ვოლიერს დავამთავრებთ, მაშინ გადავიყვანთ იქით, ჩვენ მოვიძიეთ უკვე რამოდენიმე მისი ასაკის მქონე ლომი და ახლა გვაქვს კონტაქტი ეს გახლავთ ევროპულ ზოოპარკებთან, თავისთავად ჩვენ მასთან თანამშრომლობთ და შესაბამისად ჩამოვუყვანთ, თუმცა თვითონ ნებისმიერი ცხოველის ჩამოყვანა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რომელსაც რამოდენიმე თვეები აქვს ხოლმე ეს გახლავთ კარანტინი, სხვადასხვა თქვათ ვეტერინარული აუცილებლობები და თავარია ასევე ეგრეთ წოდებული CITES სერტიფიკატი. ანუ სერტიფიკატი მისი ექსპორტისა და ექსპორტის. თუმცა შანი მოახერხა ჩვენთან მოხვედრა ამ ყველაფრის გვერდის აურის გარეშე. მაგრამ ეს მაინც და მაინც არ არის კარგი სწორი, რა თქმა უნდა, გეთახმებით. მასაც როგორც წესი, როდესაც არც მისთვის არის კარგი და არც ქვეყნისთვის. საერთო პრობლემებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რადგანაც ეს ჩვენ არ ვიცით ეს როგორ მოხდა ამის შემოყვანა რა იყო, როგორ იყო, მაგრამ როგორც ასე ვთქვათ, პრაქტიკა გვაჩვენებს ხოლმე, ესეთ შემთხვევაში მას ასე ვთქვათ, გარკვეული პრობლემებიც ექმნება ხოლმე. ბატონო ზურაბ, თქვენ არ კითხეთ ისე ლაშას ბექაურს, რომ მოგიყვანათ, როგორ მოხდა მის ხელთ, ანუ ლაშა ბექაურს მოხდა სხვისგან, ერთადერთი ეს ვიცი. აჩუქეს? აჩუქეს თუ რა იყო, არ ვიცი, ესე დეტალურად ალბათ უფრო თვითონ გეტყვით ეს როგორ იყო, რა იყო, მაგრამ ცით რა ჩვენ ძირითადად ასე ვთქვათ, ურთიერთობას ვისანაც ვაზარმოებთ, ეს გახლდათ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება, რომელიც არის უფლებამოსილი, რომ გადაწყვიტოს მისი ბედი. და ამ სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ სუსტადაც თქვენთან აი ამ გადმოცემის პროცესს. თუმცა რა დოკუმენტები, ანუ ნახეთ, რაღაც დოკუმენტები თქო უნდა მოსულიყვნენ თქვენამდე ისინი. არა, იცით როგორ არის ამ შემთხვევაში, როგორც ოფიციალურად ეს გადმოხდა გადმოცემა ამ ცხოველის, რომელსაც ეს ესწრებოდა და სწორედ ეს არის მისი საწყისი დოკუმენტი. ანუ თავიდანვე რომ მას ქონოდა ყველა დოკუმენტი, ხო, წესრიგში შესაბამისად ალბათ დარჩებოდა იქ, სადაც იყო. აი რო არ ქონდა დოკუმენტები წესრიგში, სწორედ ამიტომ მოხდა მისი ასე ვთქვათ გადმოცემა ჩვენთვის. თუმცა ეს ბუნდოვანებად ხო არსებობს საზოგადოებაშიც, ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციებშიც, გარემოს დამცველებშიც. ბუნდოვანება ეს არ არის გამონაკლისი ხო ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა ცხოველებიც ყავს ეს რომელიც ასეთივე გზით მოხდნენ იმაში, თუმცა მათ ესეთი პოპულარობა არ მოუპოვებიათ თავისთავად. თუმცა ვთქვათ არანაკლებ ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ ყოფი ცხოველები არიან, მაგალითად შეგვყავს მაკაკების წყვილი, პატარა მაკაკები რომლებიც ასევე ჩამორთმეული არის. ის ჩამორთმებულია უბრალოდ, მაგრამ აი მათი შემდეგ უკვე თუ სასამართლო ან შესაბამისი უწყებები საჭირო ჩათვლიან, რომ ჩვენ საქმის კურსში ჩაგვაყენონ, მაშინ გვაქვს ინფორმაცია თუ არა და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. არა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც ესეთი არის, შესაბამისი ქმედებები მიმდინარეობს და ასეთ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩვენი ფუნქცია იქ არაფერი არ არის, ჩვენი ფუნქცია არის ცხოველის მოვლა. მისი ასე ვთქვათ ლეგალური. თუმცა ეს არის ცალსახა კანონდარღვევა.
იცით როგორ არის, თუ რადგანაც ციტა სერტიფიკატი არ აქვს, უკვე კანონდარღვევა, თუმცა ციტა სერტიფიკატი ეს ერთადერთი დოკუმენტი არ არის, რომელიც გაიცემა, გარდა ამისა მას სჭირდება ვეტერინარული დოკუმენტები, სჭირდება რომ ქონდეს გავლილი каранტინი და უამრავი სხვადასხვა საკითხები. აი რო აქვს რა არა აქვს, ეს ალბათ უფრო შესაბამის ორგანოებს უნდა. კი ბატონო. ჩავხედოთ კანონს. სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ნომერი 286-53-309. საქართველოს სასაზღვრო ზონაში ტვირთზიდვის შემოწმებისას საკარანტინო დაავადებების, ცხოველების და ადამიანების საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური მავნებლების, ჯანმრთელობისთვის მავნეტვირთის გატანისა და მოტანა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ მიხედვით, სახელმწიფო საზღვარზე სანიტარულ საკარანტინო კონტროლს ექვემდებარება ცხოველები, მათ შორის გარეული ცხოველი და ყველა სახის ნადირი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარულ სამსახურში გითხრეს, რომ საბაჟო ვეტერინარულ და საკარანტინე კონტროლი მათ არ ეხებათ. შემოსავლების სამსახურში კი, რომელიც საბაჟოებს აკონტროლებს, გითხრეს, რომ ბოკვერს საბაჟო პროცედურები და კონტროლი არ გაუვლია. ვერც იმას გვეუბნებიან, როგორ მოხვდა ცხოველი ქვეყნის შიგნით. კანონის უზენაესობის შემთხვევაში გამონაკლისის გარეშე ასეთ დროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს ცხოველის ჩამორთმევასთან ერთად აქვს ვალდებულება, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიებისთვის გადასცეს. ჩვენ ორივე უწყებას, შსს-საც და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ვკითხეთ, თუ არის აღძრული საქმე. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. სამაგიეროდ ღიად საუბრობენ გარემოს დამცველები და გვიხსნიან, როგორ უნდა მუშაობდეს კანონი. ამას აქვს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, კრიმინალური და იურიდიული ფონი. გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და უშიშროების სამსახური, მან უნდა შესაბამისი ცნობა იქნება თუ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამსახურს და იმან უნდა დაიწყოს გამოძიება, საიდან მოხდა საქართველოში. ეს უნდა კარგად გამოიძიონ, გაარკვიონ რა ვითარებაში, რომელი საზღვრის გავლით მოხდა საქართველოში, რატო არ გააჩერა შესაბამის სასაზღვრო ოფიცერმა, როდესაც ეს ცხოველი გადმოყავდათ, ქონდა თუ არა მას შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ ეს უნდა გაირკვეს. და ეს არ არის, ეს სერტიფიკატის გაცემა ხდება სიტეს სამდივნოს მიერ და არა საქართველოს, ასე ვთქვათ, მან საქართველოს ან ვთქვათ რა, რუსეთი იქნება თუ სომხეთი, ჩვენ რომელიმე საზღვარი, აზერბაიჯანი, ეს ეროვნული დონის თემა არ არის, ასე ვთქვათ. იქ სამდივნო საქმის კურსი უნდა იყოს, არსებობდეს შესაბამის დოკუმენტაცია, თუ ეს დოკუმენტაცია არ არსებობს, მაშინ, აი, იქ უკვე სისხლის სამართლის თემა დგება დღის წესრიგში. ის ოფიცერი, რომელმაც გაატარა ეს ცხოველი, უნდა გაირკვეს, ვთქვათ, ვინმე თუ ჩუმად გადმოიყვანა ჩემოდანში, ეს უკვე კონტრაბანდის შემთხვევაა და ვინც გადმოიყვანა, იმას უნდა მიადგენ და მოთხოვონ პასუხი და გაირკვეს ასევე საიდან წამოვიდა, როგორ წამოვიდა. მოკლედ ეს უკვე ასე ვთქვათ, გამოძიების საკითხია, რომელსაც ეხლა მე რო ჩავიდინო ესეთი რაღაცა სერიოზულ უსიამოვნებებს გადავეყრებით. ეს მოქალაქე, არაპრივილეგირებული ქართულ ოცნებაში, მოკლედ. ეს საქმე უკვე იქნებოდა შესაბამის სამსახურებში და ყოველ შემთხვევაში აღძრული მაინც იქნებოდა, დაკითხული მაინც იქნებოდა, ის მებაჟეები მაინც დაკითხული იქნებოდნენ, ვინც გაატარა ეს ლომი საზღვარზე. აი ამის უკვე სამინისტროს ვალდებულებაა, რომ მან დაიწყოს შესაბამისი ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმა იმის გასარკვევად, საიდან მოხდა ეს ლომის ბოკვერი ქუჩაში. ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საიდან მოხდა ეს ლომის ბოკვერი იმ პიროვნებასთან, ვინც აჩუქა ეს ბოკვერი ბექაურს, ბატონ ბექაურს. ხო? გაირკვეს რანაირად მოხდა ეს არსება საქართველოში. და ის ადამიანები, ვინც გააკეთეს ეს, შეეხება იმას კი არ უფრო ციხეში და ჩაალპო და რაღაცები გააკეთო. რაც ახლა რაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არა ბოდიში, ახლა ეს ჩემ პოლიტიკურ პოზიცია გამომდის, მაგრამ ეს ჩემ პოზიცია. ამას ქვია კადიროვის ქვეყნის ჩამოყალიბება, სადაც არის რაღაც ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ, თქვა, ნაკრძალში შევიდნენ და ინადირონ. მათთვის შეიძლება იქ ბასლაინზე იარონ, მათთვის შეიძლება ლომი გადაიყვანონ საზღვარზე, მათთვის შეიძლება
ეხლა ის რომ ეხლა ამხელა რეზონანსი მოყვა და ეხლა ამან ზოპარკს დაუბრუნა, ზედმეტი თავის ტკივილისგან თავი აერიდეს, მაგრამ ეხლა არ მგონია რომ ბასლაინზე სიარული აუგზავნ ამის გამო რა. არ ვიცი. ეხლა დადის ეგეთი ჭორები რომ აი ჩეჩნეთიდან ჩამოყვანილია ეს ბოკვერები, იქ რაღაცა კადიროვსა აქ არ ვიცი ეს რაღაცა ოფოკები ამის თაობაზე ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე მაქვს, ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ ეს არსება ეხლა საქართველოს ტყეებში ვერ გაჩნდებოდა. აი ეს ფაქტია. სხვათა შორის სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარეული ცხოველების, განსაკუთრებით ლომისა და ვეფხვის, ასევე გარეული ფრინველების კონტრაბანდის შემთხვევები ქვეყანაში ხშირია. აი ასე კონტროლდება საზღვრები, ასე იხუჭება თვალი კანონზე და ხდება გამონაკლისების დაშვება ჩვენს ქვეყანაში. ის გადაგვრჩენია საზოგადოებამ თავად გამოვიჩინოთ მეტი ყურადღება და გონიერება, სანამ გარეული ცხოველის ბინაზე ყოლას გადავწყვეტთ. კონფლიქტი ჩდება ხოლმე განსაკუთრებით ამ ასაკში და შემდეგაც უფრო კონფლიქტი ჩდება თამაშის დროს. ან უშუალოდ თამაში წარმოადგენს ხიფათს ადამიანისათვის, იმიტომ რომ მათი ფიზიკური მონაცემები და ადამიანის ფიზიკური მონაცემები, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი ხაზგასმით, შედარება არ შეიძლება დაახლოებით ესეთი როგორც არის ესეთი ესეც თეორიულია, უფრო ნახევრად უფრო პოპულარული არის ამაზე, რომ 1 კილოგრამ წონაზე გადაანგარიშები დაახლოებით 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ასე თქვათ, კარგი სპორტულად მომზადებული ათლეტი, როგორც არის ეს. წარმოიდგინეთ ახლა რა განსხვავება თუ და დაუმატოთ კიდევ ის იარაღები, რომელიც მას აქვს, ეს არის სიკვანჯები, რომელთაც მას და კალთები, კბილები, რომელთაც მას შეუძლია მაგალითად ხერხემალი გადაუტეხოს ისეთ ცხოველს, როგორიც არის მაგალითად კამეჩი, ზებრა და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ, რა წარმოადგენს მათ ხელში ადამიანი, უბრალოდ პატარა სათამაშოს. სწორედ აი ამიტომ და გარდა იმისა, როდესაც აი ჩვენ ნახეთ ხო რაღაცა მოეწონა, შემდეგ ამის არაფრით დათმობა არ უნდა. კი, ჩვენი ოპერატორი მოეწონა, განსაკუთრებით გადავარჩინეთ. ესეთი სიტუაციის დროს წარმოიქმნება უკვე კონფლიქტი და შესაბამისად უკვე შემდეგ ის ცდილობს რომ ეს კლანჭები ჩაარჭოს, ეს რა თქმა უნდა მტკივნეულია, მეორე მხარე ამას სხვანაირად რეაგირებს, ზით რა აი ამასე ყველაფერს ამას სჭირდება საკმაო გამოცდილება და საკმაოდ მომზადება. ეს ცუდია ბუნებისთვის, ეს ცუდია ადამიანებისთვის და ეს სხვა თუ არაფერი საშიშია. ყველა ადამიანს ვთხოვ, რომ ესეთი რაღაცებისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის თქვენი უსაფრთხოების და თქვენი ოჯახის წევრების და გარშემო მყოფი ადამიანების შეიძლება იყოს თანასოფლელებიც კი მათი უსაფრთხოების საკითხი. რომ ეს არის ველური ცხოველი და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთ ცხოველსაც კი როგორც არის აი მაგალითად შველი, მასაც კი შეუძლია ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ახლა მტაცებლები, რომლებიც თავიდან პატარაა და საყვარელია და კარგი მოსაფერებელია, მაგრამ როგორც კი ის ასე ვთქვათ გაიზრდება, ეს არის ძალიან საშიში არსება, ის არის ველური სახეობა, ის არ არის შინაური ცხოველი, ეს არის ძვირის სიამოვნება, ეს არის საშიში და ეს არ არის სწორი, იმიტომ ამით ჩვენ ბუნებასაც ვაზია. დავბრუნდეთ ისევ ზოოპარკში ამ უსაყვარლეს ბოკვერთან, რომელიც ყველაზე უდანაშაულოა ამ აშკარა კანონდარღვევაში. აგროსიახლეები მას უკვე დაუმეგობრდა და დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ დარჩებით გულგრილი. გამარჯობათ. ვა. შანი. რაო. აჰა. კემბრიელია. მოდი ჩემთან მოდი. ესეთია თქვენი ყოველდღიურ ისწავლა, ხო? კი, სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე ხან ხელზე, შეშეომ ხან ფეხზე. ნახე. აი მე შეხედე ნახე. ნახატები არ აინტერესებთ. ხელოვნების მიმართ არანაირი ბალიში უფრო ნიშნულოვანი საკითხია. აჰა, ეს მომესალმა უკვე. ალბათ მომიკითხა. რისი ჭამაუყვარს ბატონო? ხორცი და რძე. ჯერჯერ. ხო, ნელ-ნელა რძე საერთოდ. კი, ფარში ჯერჯერობით, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ვაძლევთ ნაჭრებს და ახლა გადავიყვანთ უკვე მთლიანად დიდ ნაჭერზე და რძესაც ნელ-ნელა ვამცირებთ და ცოტა ხანში საერთოდ ამოვიღებთ რძეს. და რძე ჩვეულებრივი რძე არის? არა, ამ შემთხვევაში ჩვენ
შევიძინეთ კატის რძის მხვნილი, რომელიც ახლოს არის, იგივე არ არის, მაგრამ ყველაზე ახლოს არის ლომის რძესთან, საბედნიეროდ ჩვენთან იყიდება კატის. ერთი ლომის შენახვა რა? წელიწადში? თუნდაც რა როგორც გაგვიყვება. წელიწადში დაახლოებით 20,000 ლარი. 20,000 ლარი ერთი ლომის. საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი გაგიჩნდათ ახლა ამ არაჩვეულებრივი ცხოველის. ქონდა გარკვეული კუნთების დისტროფია, ქონდა რახიტი, ქონდა პნევმონია, წონაში ჩამორჩენა და ზომაში ჩამორჩენა, ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენებია, როდესაც ხელით გაზდა ხდება ცხოველის, ამიტომ საკმაოდ რთული საკითხია მისი ხელით გაზდა, მისი სრულყოფილი ჩანაცვლება, საკმაოდ ცნობილია, ხო, რომ დედის რძის ჩანაცვლება არის პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერჯერობით. ვხედავ, რომ ეს ულოშები აქვს ძალიან მოკლე. დიახ. რასთან დაკავშირებით? ვერ გეტყვით, ესეთი მოხდა ჩვენთან. და ეს კარგი არ არის. ეს არის მისი გზნობის შეხების ორგანოებია, რომლითაც რაღაცებს ისინი გებულობენ. ეხლა მისთვის თით პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ახლა ესეთ პირობებში იმყოფება. ნუ ბუნებაში რა თქმა უნდა ჯობია რომ ულოშები კონდეს და ვიბრისები უფრო სწორად. დაახლოებით ვადგენთ რომ ეს არის დაახლოებით 4 თვემდე, თუმცა აი რომ დაიწყებს კვილების გამოცვლას, უკვე მაშინ უფრო გარკვეული იქნება მისი ასაკი. სახელი გვაქვს უკვე? კონკურსი თავიდან ეძახოდნენ სიმბას, მაგრამ რადგანაც ჩვენ გვყავდა სიმბა, რომელსაც თავის ისტორია ჰქონდა, ამიტომ არ გვინდოდა გამეორება, ამიტომ შევარჩიეთ სახელი შანი, ეს გახლავთ აფრიკული სახელი, სუახილის ენაზე და ნიშნავს სხივს. აჰა. თვითონ ჟღერადობითაც ძალიან უხდება. და იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩავთვალეთ, რომ სხივი ძალიან მოუხდებოდა. არის მდედრი. მდედრი გახლავთ, კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა მისი ხასიათი გაგვაცანით. როგორ ხასიათს ამბობს? პატარა ცხოველისათვის, მაგრამ ეს როგორ ჩანს, რადგანაც ადამიანების გარემოცვაში აქვს დიდი დრო გატარებული, გაცილებით უფრო მეტი ვიდრე თქვა ოთხფეხების საზოგადოებაში, ძალიან კონტაქტური არის და ძალიან კომუნიკაბელური არსება. ყველასთან, ზოოპარკის თანამშრომლებთან კარგად იქცევა. Ну, თუ არ ჩავთვლით ნაჩხაპნებს და კბენებს. რაც მისი, რა ვიცი, ჩვეულებრივი მოთხოვნილება, ხო, ბუნებრივი ამბავი. რომ ჩვენ არა ვართ მომზადებული ამისათვის. ტრივიალური დღის რეჟიმი აქვს, ჭამა გასეირნება ძილი. გასეირნება ძილი. ეს ითამაშებს ხოლმე, თამაში ძალიან უყვარს, თამაშობს ძაღლებთან, თამაშობს ჩვენთანაც, ასე რომ ფაქტიურად ზოოპარკის თანამშრომლების დიდი ნაწილი დაკავებული არიან ამის გართობით, ну არა მარტო გართობით, მაგრამ გართობაც ასევე მნიშვნელოვანია. და შემდეგ უკვე როდესაც ჩათვლის რომ უკვე საკმარისია, უცბად დაიძინებს ხოლმე და შემდეგ აი რაც არ უნდა ჩაუტარო არაფრით არ ეგვიწევს. აი ვხედავ ძაღლებს თქვენ თქვით რომ მეგობრობს მათთან. თვითონ ძაღლებმა როგორ მიიღეს? თავიდან ეჭვიანობდნენ ძაღლები, როდესაც ვეფერებოდა ამას ისინი ცდილობდნენ რომ შემოსულიყვნენ ამას შორის, მაგრამ ნელა მიეჩვიენ ახლა თვლიან რომ მასზე ზრუნავენ ძაღლებიც, რადგანაც ძალიან კარგად იციან რომ ეს პატარაა, ამიტომ ზრუნავენ და შესაბამისად ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ეთამაშებიან კიდევაც, კარგად თამაშობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლომი არის სოციალური ცხოველი და თუნდაც არ იყოს სოციალური ცხოველი, ამას აქვს სოციალური ურთიერთობები, სოციალური კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და აი, ჩამავლო ახლა და სწორედ ეს სოციალური კონტაქტების ნაკლებობას უცვლის ჩვენი ძაღლები. კარგი, ახლა გეყოფა. თუ ინტერვიუ თუ უთითოთ არ დავრჩი. თქვენთან ერთად მინდა გავრისკო და შევეხო, შეიძლება? კი ბატონო, აი ხა მე და შეიძლება. მოგზანდეთ. ჰელი ნელა მოუსვით. აბა. აი ესეთი, აი ეს დაჭერა, ამისგან ეს მათი ჩვეულებრივი ქცევებია, ეს არის თამაში მისთვის და აბა უყურე. საყვარელი. კარგით. ამიტომ ჩვენი ტანსაცმელი ცოტა განსხვავებულია ხოლმე. ჩემი შარვალიც მე მგონი შეეწირა ამ ამბავს. აი ახლა ვთქილად ვეცდებით რომ კარგად. ხო არასოდეს არ უნდა ეცადოთ ასეთ შემთხვევაში რომ წაართვათ ან გამოგლიჯოთ ან რაღაცა არა პირიქით რაღაცა ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაატანინო ამბავი. მის ქცევას აი თუნდაც მაგ დროს როდესაც აი კლანტებს მაგალითად ხელში ჩაგარჯოთ არასოდეს არ უნდა ესად ხელი გამოტასოთ ამ დროს პირიქით უარესი ხდება ხოლმე. პირიქით უნდა მიაყოლოთ. ნუ ადვილი სათქმელია ესე და მიაყოლოთ იმიტომ რომ ადვილი სათქმელია, კი, გასაკეთებლად რთულია.
გარეთაც მოწონს, შიგნითაც მოწონს. მოკლედ რო გითხათ რომელიმე უპირატესობას ანიჭებს, ორივე მნიშვნელოვანია მისთვის. და მხოლოდ ამ ძაღლების გარემოცვაშია ჯერ სხვა კონტაქტი სხვა ცხოველთან არ გქონია, თუნდაც მისი ჯიშის, აი ლომებით. არა, ლომებთან შიგნით ესეთი უშუალო კონტაქტი რა თქმა უნდა ჯერჯერობით შეუძლებელია, იმიტომ რომ თვითონ ლომები საკმაოდ ესეთი კონსერვატული ცხოველები არიან, მათი ჩუბში ახალის შესვლა ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ისე თუ დაუნახავს. კი, როცა სეირნობს ხოლმე, უნახავს. ეშინია? კი, ეშინია, დიდები არიან ისინი ძალიან. შეიძლება ამ ჩინარს კიდევაც რაღაცა მსგავსებებს, მაგრამ ზომა. თუმცა ჯერ ბოლომდე ვერაცნობიერებს რომ მეფეა, ხო? კი, ალბათ კაი ხანი დაჭირდება, მაგრამ აცნობიერებს იმას, რომ არის გათავხედებული ბავშვი. განებივრებულია ძალიან, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ამას ვხედავთ. აი, თუ აქვს ინსტინქტი, აი რაღაცა ჩასაფრების, ეხა ხეებთან რო სეირნობდა, ისე ჩაუსაფრდა. რაღაც სამონადირო ინსტინქტი თუ აქვს უკვე. რაღაცა გარკვეული ინსტინქტი არის თანდაყოლილი ქცევა. ხო, ამიტომ ვამბობ. მაგრამ არის ძალიან ბევრი, რომელსაც შემდეგ დასწავლა ხდება და მას ასწავლის დედა როგორც წესი. ნებისმიერი თქვა, აი, ნებისმიერი ესეთი ბრალებში რო თქვა ინსტინქტური ქცევა, ну, რადგან ბრალებში ინსტინქტური ქცევა შემდეგ მოითხოვს, ასე თქვა, განვითარებას შემდეგ უკვე დასწავლის საფუძველზე. რასაც ასრულებს უკვე ასე თქვა მისი ოჯახი. ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში ეს გახლავს დასწავლის შედეგად მიღებული გამოსცემი. გასაგები. გავაგრძელოთ. შანი დაიღალა და დაგტოვა, თუმცა აგროსიახლებმა ზოოპარკში მოგზაურობა გააგრძელა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა საინტერესო აქცენტებით. ფაფრიანი ცხვარი, იგივე ბერბერული ცხვარი. როგორი რქები აქვთ? ნუ სინამდვილეში ჯიხს ეს არის ჩრდილოეთ აფრიკაში არის გავრცელებული, ძალიან საინტერესო ცხოველია, აუდადი ქვია კიდე. აჰა. სხვანაირად. აქეთ ეს გახლავთ ხალებიანი ირმები. რა ლამაზია. სპეციალურად მოწყობილი რომ ავიდნენ? დიახ. ну, თუმცა ძველი ვოლიერები არის რაღაცები ზოგიერთი. ახლა ამათვის ეს საჭიროებას არ წარმოადგენს. აჰა, გასაგები. ცხოველებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ალპაკები. აი ეს მეორე ცოტა უცნაური რა არის? ალპაკა. თუ ეს ესეთი კომბინირებული ვოლიერია, სადაც ალპაკები ბევრს ამასწრებს. და წყალდიდობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენი ზოოპარკის ფორმა და შემადგენლობა. ბატონ ზურა, ახალი ზოოპარკის ამბები გითხარით, რა ეტაპზეა, როდის აპირებთ გადასვლას სრულიად? მშენებლობა საკონდელო მიმდინარეობს, ფინანსების არასაკმარისობის გამო და შესაძლოა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. გასაგები. იმედი გვაქვს, რომ საორიენტაციოც თუ გაქვთ, თარიღი როდის შეგიძლიათ გადასვლა? საორიენტაციოთ. მთლიანად გადასვლას ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცა პირველი ნაწილები ჩვენ ესეთი გვაქვს, რომ ეტაპობრივად გავხსნათ ის ზოოპარკი. მაგალითად, თითქმის დამთავრებულია კავკასიის ნაწილი, ახლა ამთავრებთ აფრიკის ნაწილს, არის საჭირო გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მერე უკვე შეიძლება პირველი, ასე ვთქვათ, ნაწილის გახსნა, ისე რომ ხო, თუმცა ალბათ აქაც მოგიწევთ ვიზიტორების მიღება, ნაწილის იქეთ. დიდი ხნის განმავლობაში სანამ მთლიანად არ მოხდება მის გადასვლა და აქ ყავს ცხოველები, რომლის ვოლიერების ძალიან სერიოზული მშენებლობა ჭირდება, ეს სპილოები მაგალითად. სპილოების ჯერ იქ ვერ. არა, სპილოების ჯერ არ გვაქვს, თუმცა დიდი მტაცებლებისთვის გვაქვს, ბეჰემოტისთვის არის, მარტორქისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით დასამთავრებელია ისიც. მაგრამ იმედი გვაქვს. თქვენ წაღან მაიმუნზე მელაპარაკებოდით, რომელიც შანის ისტორიის მსგავსი ისტორიით არიან შემოსულები თქვენთან. გითხარით? სადა აქეთ არიან, შემეშალა. აჰა. მიერ მოხდა, მაგრამ გამოგცეს. ასევე ეს მაიმუნები. აი ოპერატორს ვთხოვ, თუ გვეჩვენებიან, თამაშობენ ძალიან. ძალიან უყვართ თამაში, ეს მაკაკები გახლავთ აიმობდნენ. ასევე ცდილობა იყო მისი კონტრაბანდის გადაყვანის საქართველოს გავლით და ჩამორთმეული იქნა და შემდეგ აღმოჩნდეს უკვე ჩვენ. შესაბამისად, მათთვისაც არ ვიყავით მზად და ეს ვთქვათ ასე თუ ისე მისაღებია. და როგორ გრძნობენ თავს მშვენივრად, როგორც ეთყობათ ესე გარეგანეთ, ძალიან კარგად არიან.
თქვენ თქვით რომ ბევრად მკაცრი რეგულაციებიაო მაიმუნების მიმართ ვიდრე ლომების მიმართ ესეც აგვიხსენით და ყველა სახეობას თავისი გარკვეული რეგულაციები ახასიათებს რომელიც მნიშვნელოვნად და დამოკიდებული ერთის რამდენად პოპულარულია როგორც აი კერძო კოლექციონერების ხელში და მეორეც რამდენად რა არის მისი სტატუსი ბუნებაში რამდენად იშვიათი სახეობაა ну ლომი არ არის მაინც ამას იშვიათი სახეობა და ამ ბოლო დროს გახდა გარკვეულ ქვეყნებში ლომის ყოლა პოპულარული თორემ მანამდე მაინც აი რა ტრენდია ეს აზიური უფრო ალბათ ხო? ხო, დიახ, ეს ანუ აზიაში ცოტა ჩემთვის აუხსნელი ფენომენია. რუსეთში საკმაოდ პოპულარული გახდა ესეთი გარეული ცხოველების ყოლა სახში. ჩვენ ეცით როგორ არის, რაც არის მისაღები საერთოდ გარეული ცხოველებთან დაკავშირებით, გარეული ცხოველების ესეთი ყოლა სახში გართობის მიზნიდან გაურკვეველი პროექტი ჩემთვის მისაღები არ არის. ისევე როგორც მაგალითად ნებისმიერი ზოოპარკისათვის, იმიტომ რომ ზოოპარკი ეს გახლავთ სამეცნიერო კონსერვაციული ორგანიზაცია, რომლის ფუნქცია გახლავთ გადაშენების და ყოფის ახლობის აღდგენა და ნუ ზოგადად ცხოველთა სამყაროს დაცვა. სპილოებთან მოვედით, ბატონ ზურა, ძალიან მოკლედ გაგვეცანით ეს ორი ძალიან ჭკვიანი და დიდი არსება და მე ისევ გახლავთ აზიური სპილოები. დავსხდეთ თან. როგორც ხშირად ამბობენ, ინდური სპილო, თუმცა მათი წარმოშობა არის რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ბირმიდან და ერთი არის ჩამოყალიბებული ბირმიდან, მეორე მოხდა უკვე საკუთარ რთული გზის გავლით. საინტერესო ისტორია ჰქონდა მას, როდესაც ჩამოვიყვანეთ, მას ჰქონდა ორივე შვი დაზიანებული, გოტეხილი, დაჯირქებული და დაჯერდა ოპერაცია. ერთი ოპერაცია გაუკეთა ცნობილმა ინგლისელმა დანტისტმა პეტერ კერტეზმა და მეორე გაუკეთა ვეტექიმმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, რომელიც იყო ძალიან ცნობილი სპეციალისტია. ეხლა გადასარევად გრძნობს თავს, ჩვენ ხედავთ ამას. ჩვენ კი რაღაც გადავყავით მაგ ოპერაციას. ძალიან ბევრი ინერვიულეთ? ინერვიულეთ კიდევ რთული ოპერაცია წარმოიდგინეთ, რამდენად სირთულეებთან არის დაკავშირებული ამხელა ცხოველთან ურთიერთობა და შემდეგ რა ვიცი ყველაფერი გამდინარე. ბატონ ზურა, ჩვენ ვილაპარაკეთ ახალ ზოოპარკში გადასვლის სირთულეებზე, სამომავლო გეგმებზე. ეხლა მინდა ზოგადად ზოოპარკზე ვილაპარაკოთ. რა დანიშნულება აქვს მას საზოგადოებისთვის? რატომ ისვამთ ამ კითხვას? ძალიან ბევრი კითხვები აქვთ განსაკუთრებით ცხოველთა უფლებადამცველებს, რომლებიც ამბობენ, რომ გალიაში ცხოველი არ უნდა იყოს და ეს არის მისი უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევა. ძალიან ბევრი გაუქმებასაც კი მოითხოვს. მოდით გითხარით, მოკლედ ზოოპარკის მნიშვნელობა, აი ამ გალიაში ყოფნა როგორ აიხსნება და რა სიკეთე მოაქვს მას საზოგადოებისთვის. ესეთი დამოკიდებულება ზოოპარკების მიმართ ეს არის შემორჩენილი ჯერ წარსულიდან და საკმაოდ შორეული წარსულიდან არის შემორჩენილი, მაგრამ ზოგიერთ ესეთი საკითხი ძალიან ესეთია დიდი ხნის ძალიან სოციალურიანია ხოლმე ძალიან შემორჩება, რაც უნდა აბსურდთან იყოს დაკავშირებული საქმე. ნუ რეალურად სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია და ისა დაახლოებით 60-იან წლებში არის ჯერალდ დარელი, ცნობილი მწერალი, ზოოლოგი, ზოოპარკის მეპატრონე, დირექტორი და ძალიან ცნობილი ადამიანი, მის მიერ იყო შემუშავებული ეგრეთ წოდებული კიდობნის კონცეფცია და სწორედ აი ამ კიდობნის კონცეფციიდან მოყოლებული ზოოპარკებმა ზოოპარკებს მიენიჭათ ახალი ფუნქცია. ეს არის გადაშენების პირას ყოფი და საფრთხის წინაშე ყოფი სახეობების აღდგენა და გადარჩენა. აი ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია და ყველა ზოოპარკი თუ მას აქვს პრეტენზია რომ ის საერთაშორისო თანასაზოგადოების წევრია, სწორედ ამ კონცეფციით და მუშაობდეს. და ეს ასე ვთქვათ ნამდვილად არის საპირწონე იმის რაზეც ამბობენ. როგორ არის? კი, თეორიულად ეს შესაძლებელია, ესეა ცხოველი არ უნდა იყოს იმაში, უნდა იყოს ბუნებაში, აი მაგალითად იგივე ჩვენ პატარა ლომთანაც ერთად აი დააბრუნეთ ბუნებაში, მაგრამ ხა და შევხედოთ სიტუაციას მეორე მხრიდან, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. რამდენი სასიცოცხლო სივრცე აქვს დარჩენილი გარეულ ცხოველებს, რომელიც განსაკუთრებით მცირდება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ჰაბიტატების ნაკლებობა არის. კლიმატის ცვლილება ამას კიდევ უფრო უწყობს ხელს. შესაბამისად, ძალიან ხშირ შემთხვევაში მას ჭირდება დახმარება, ხო? და ძალიან ბევრი სახეობა არის, რომელიც რომ არა ზოოპარკები დღეს უკვე აღარ იარსებებდნენ. თეთრი ორიქსი მაგალითად. სუმატრული მარტორქა ძალიან ბევრია ესეთი სახეობები და სწორედ აი ეს არის ზოოპარკების ძირითადი ფუნქცია და ამ მიმართულებით მუშაობენ ზოოპარკები, სხვადასხვა ჩვენ მათ შორის ჩვენი ფუნქცია რა თქმა უნდა, ხო, ბევრი სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე
მდინარე, ეს არის ჩვენი უნიკალური ფაუნის, ეს ბრალებში არ ვამბობ, ეს რეალურად ესია, იმიტომ რომ კავკასია ეს არის ბიომრავალფეროვნების სოფლიო 35 ცხელი წერტილიდან კავკასია გახლავთ ერთ-ერთი. ანუ ეს არის სოფლიო დონის პრიორიტეტი და თან ცხელი წერტილია. ცხელი წერტილი ნიშნავს, რომ მაღალი ბიომრავალფეროვნება, მაღალი ღირებულება და მაღალი რისკები. ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ ეს არის და ჩვენ სამმართველობით ვმუშაობთ, მაგალითად იგივე გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სხვადასხვა იმებთან ერთად და მაგალითად ახლა ალბათ ამ გაზაფხულიდან უკვე დავიწყებთ ირმების ბუნებაში დაბრუნების პროცესს, რეინტროდუქციას ალგეთის ეროვნულ პარკში, სადაც უკვე აშენებული არის დიდი ვოლიერი, დაახლოებით 80 ჰექტარის ფართობის ვოლიერი, სადაც ჩვენით მიერ გამრავლებული ირმები, რომელიც ერთი წვილიდან დავიწყებთ გამრავლება და დღეს გვაქვს უკვე საკმაო რაოდენობით იმდენი, რომ დავაბრუნოთ ბუნებაში, ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი პროექტი, მეორე გახლავთ ასევე ნიამორების აღდგენა სამხრეთ კავკასიონზე, რომელიც ასევე გადაშენების პირასყოფის სახეობა და კიდევ ბევრი დომბის აღდგენა საქართველოში. ეს ყველაფერი ისიც რა ეს სწრაფად არ ხდება. ეს ყველა ცხოველი, რომელიც ჩამოთვალეთ, რომელთაც ძალიან ნელი გამრავლების ტემპი აქვთ და ნუ წარმოგიდგენთ ძირემი ძირითადად წელიწადში ერთ ნაშიერს შავს. ახლა ნუ წარმოგიდგენთ აი რა ტემპი უნდა იყოს, ძალიან იშვიათად ორი. აი რა ტემპი უნდა იყოს, რომ მან რაღაც გარკვეული ცხონობას მიაღწიოს. ამიტომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება, არსებობს შესაბამისი გეგმა, შესაბამისი მეთოდოლოგიები და სწორედ აი ეს გახლავთ ზოოპარკის ერთ-ერთი ფუნქცია და ისიც რო ვთქვათ, რომ აი მაგალითად სწორედ აი ესეთი მიმართულებით შეიძლება აი ყველაზე წარმატებული მეცნიერები და ცნობილი სწორედ ზოოპარკებიდან არიან გამოსულები. ეს არის ბერნარდ ხრიმეკი, ფრანკფურტის ზოოლოგიის საზოგადოების დამაარსებელი და დირექტორი, ჯერალდ დარელი, ულისესილი ამერიკის ერთ-ერთი. ანუ ეს ძალიან ცნობილი მეცნიერები არიან სულ ყველა და ყველანი პარალელურად ესენი ზოოპარკში მუშაობენ. რადგან რამდენიმე სიტყვით ახსენეთ კლიმატის ცვლილება და არა მარტო რაც ჰაბიტატებს უკიდურესად ამცირებს. კი, ნამდვილად. რა ვიცი, ომები და ტყის გადაწვევები და რომელი ერთი დავასახელო, ხო? არა მარტო, უბრალოდ განვითარება. განვითარება, ურბანიზაცია, კი ბატონო. ეს არის საფუძვლო სამეურნეო მიზნით გამოყენება, კომერციული მიზნით გამოყენება. მაგალითად, ორანგუტანგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე არის ყავის პლანტაციები, რომელიც იქ ნადგურდება. ეს ყველაფერი არის პრობლემა და სწორედ აი ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მათ ჭირდებათ ადგილი, სადაც ფიზიკურად გადარჩებიან. აი თუნდაც ეს პატარა ლომის ისტორია რო ავიღოთ, რომ არა ზოოპარკი დღეს რა იქნებოდა მისი? სად იქნებოდა თქვენ? დაიღუპებოდა დიდი ალბათობით. დიდი შანსია რომ დაღუპულიყო. ბატონ ზურა, აი ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე 2-3 სიტყვა და გადავიდეთ სხვა თემაზე. რა რისკია ნახეთ ზოოპარკის მიღმა ცხოველებისთვის და ზოოპარკის ცხოველებისთვის? ზოოპარკის ცხოველებისთვის კლიმატის ცვლილება რისკს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ხელოვნურად იქმნება შესაფერისი პირობები, ხო? მაგალითად იმ ცხოველები, რომელიც ჩვენ გვყავს, თუმცა ამისთვის მეტი ძალისხმევებია საჭირო. რა თქმა უნდა, ახლა შესაბამისად არის კიდევ ასე ვთქვათ, არის ისეთი ზოოპარკები, სადაც აი მაგალითად ჰოლანდიაში გახლავთ ესეთი ბურგერის ზოოპარკი, სადაც ნახევარი, ასე ვთქვათ, დახურული სივრცეს ქვეშ არის, სადაც შესაბამისი კლიმატია შექმნილი უკვე იმ ცხოველებისთვის, რომლებიც იქ არიან, იმიტომ რომ ვთქვათ, ჰოლანდიის კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ესეთია, შენ ხელოვნურად უქმნი ამას კლიმატს და შესაბამისად შემდეგ უკვე შესაძლებელია თქვა შერჩევა იმ ადგილები, სადაც ეს მისაღებია. ეს არის ასეთი კონცეფცია, კიდევ ერთი კონცეფცია, კიდობრის კონცეფცია, ეს არის პოპულაციისა და ჰაბიტატის დგრადობის ანალიზი, რომელიც ასევე მინესოტის ზოოპარკში ჩაისახა და დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ აქ ხდება შერჩევა ადგილის, სად რამდენი ცხოველი შეიძლება იყოს, როგორ უნდა დავაბრუნოთ, ასე შემდეგ და სწორედ აი ამ საშუალებით იყო გადარჩენილი ოქროსფერი ლომისებური თამარინის გახლავთ პატარა მაიმუნი, რომელიც ბრაზილიაშია გავრცელებული, კალიფორნიული კონდორი, ფლორიდის პუმა, უამრავი სხვადასხვა სახეობები, რომლებიც სწორედ ზოოპარკს უნდა უმადლოდნენ მათ გადარჩენას. დღეისათვის ისინი შედარებით ნორმალური რაოდენობა არის, მაგრამ აქ უნდა ითქვას, რომ გარემოშიც კი გარემოს შექმნა ნორმალური პირობების შექმნაში იქა ძალიან დიდი ხელოვნური წვლილი არის, ასე რომ აი ეს გახლავთ, ასე ვთქვათ, ზოოპარკების საქმე დღეისათვის. ბატონ ზურა, დავუბრუნდეთ სოციალიზაციას და სოციალიზაციის კომპონენტ ზოოპარკებში. ვგულისხმობ ახალგაზრდების, განსაკუთრებით ბავშვებში,
ცხოველების სიყვარულს და არა მხოლოდ სიყვარულამდე ალბათ შეცნობას ამ ცხოველებისაც. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში სოფლებს ძალიან დავშორდით ჩვენ ადამიანები, აი ხედავთ დაცლილ რეგიონებს, ხო? სოფლების დაცილება ბუნებრივია ცხოველთა სამყაროსგან აცილებს ამ ბავშვებს. ამაზე რას გვეტყოდით, აი ზოოპარკი რა როლს ესე ვთქვათ ითავსებს ამ მიმართულებით და ასევე ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი მენტალური განვითარებისთვის ცხოველებთან კონტაქტი. ცითრა რაც უფრო მეტი კონტაქტი გექნება გარემოსთან, მით უფრო მნიშვნელოვანია შენი მენტალური განვითარებისათვის, ხო, რომ ავიღოთ ევოლუციურად, სწორედ ესე მოხდა ადამიანის ჩამოყალიბება, შემეცნება, განვითარება, შესწავლა ასე შემდეგ და სწორედ იგივე ეტაპს გადის ბავშვიც, ხო, როდესაც იწყებს. ამიტომაც ჩვენ გვაქვს მაგალითად საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვები მოდიან და სწავლობენ მათ გარემოს. ბავშვები რა ასაკის? სხვადასხვა ასაკის არის. აი ბაღის ბავშვებს არა, სკოლამდელი. ჯერჯერობით არა გვაქვს. გეგმაში გვაქვს ეს გარკვეული პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით, იმედია როდესმე მაგას მივახცეთ, მაგრამ შაბათ კვირას ეს ფუნქციონირებს, მოდიან ბავშვები, რომლებიც თანამშრომლებთან ერთად, რა თქმა უნდა, თეორიულს გადიან, სწავლობენ ცხოველებს, უამრავი თამაშობებია, რომელიც ცხოველთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს სოციუმი, რომელიც აგრესიული არ იქნება გარემოს მიმართ. თავარი ეს არის, ბიმბო. მოდიახ. თავარი ეს არის, რომ გადაშენების მიზეზი რა არის ეს? რა არის, ხო, ეს არის ის, რომ საზოგადოებას ან არ აწყობს ის ცხოველები, რომლებიც მისი კონკურენტები არიან, ან უბრალოდ არ იციან, ვერ გაუგიათ იმ ცხოველის ფუნქცია და შესაბამისად უკვე ხდება გარკვეული ლეგენდების გამოგონება და შემდეგ ამის შედეგად იღუპებიან ცხოველები და ნადგურდება ცხოველები. ნუ ეხლა როგორც არის ეს მე-6 გადაშენება, როგორც ეს ოფიციალურად ცნობილია, მისი ეს არის ადამიანის დამსახურება და მხოლოდ ადამიანსვე შეუძლია შეაჩეროს ეს ყველაფერი და ზოოპარკის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამისათვის. მაგალითად იყო ერთი რამოდენიმე წლის წინ შემთხვევა, როდესაც ხაშურიდან ბავშვი გამოიპარა, პატარა ბავშვი და აქ პოლიციამ შეამჩნია თამარ მეფის ხიდზე, მოდიოდა ზოოპარკში, რომ გაერკვია, რომ ეს ცხოველები, რასაც ტელევიზორში ნახავთ, ნამდვილად არსებობენ თუ არა. აი, თუნდაც ეს ერთი ფუნქცია უკვე კარგად ანიშნებს ამას და გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ აი ადამიანების ფსიქოლოგიური კომფორტისათვის. აი 2008 წელს ძიმე სიტუაციიდან გამომდინარე ომის რა თქმა უნდა, აი ომის შემდგომი სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრი დევნილები მოდიოდნენ ზოოპარკში. რა უცნაურიც არ უნდა იყოს. მათთვის ერთ-ერთი ასე ვთქვათ წნეხის გასაწევად. როგორც ჩანს, ისინი შეიძლება ამას არაც ცნობიერებდნენ, მაგრამ აი როცა მოდიოდნენ ძალიან ბევრი ორგანიზაციები გაშედებოდნენ და აი ყველა ამბობდა, რომ აი ძალიან უნდათ, რატომღაც უნდათ ზოოპარკში მოსვლა. და ბოლოს ისიც გითხარით, სახეობების გამრავლება, აი თქვათ ახალი სახეობების დამატებას თუ გეკმავთ. არა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამას ყველაფერს ეს რომელიც არ გვყავს ჯერ. რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ეგრეთ წოდებული კოლექციის გეგმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. ნუ აქ ერთი რაც არის თქვენი საზრუნავი. პირველი ეტაპი ეს იყო კავკასიის ექსპოზიციის შექმნა, რაც პრინციპში შექმნილი არის, დამთავრებული არ არის, მაგრამ ძირითადად შექმნილია. ეხლა აი რა შედის, რა ცხოველები შედის ამაში? ეს არის ყველა ის ცხოველი, რომელიც გავრცელებული არიან კავკასიაში. მათ შორის ის ცხოველები, რომლებიც გადაშენდნენ, უკვე აღდგენას ექვემდებარებიან. ესენი ჩამოყვანილი ყავს, მიმდინარეობს მათთან მუშაობა, მათთან გამრავლება, ასე რომ შემდეგი ეტაპი რა გაქვს? შემდეგი ეტაპი ეს იყო აფრიკა. რომელსაც ეხლა ამ ეტაპზე ვახორციელებთ და შემდეგ უკვე ნახოთ მე რომელი ჯერ აფრიკას ჟირაფებთან როგორ ახართ? ანუ ზამთრის სადგომი ჟირაფებისთვის უკვე აშენებულია, რაც არის ყველაზე რთული, ეხლა უბრალოდ გარევოლიერებია გასაკეთებელი და შემდეგ ჩამოვიყვანთ კიდევაც. აჰა, და შეკვეთილი გაქვთ უკვე თუ ჯერ არც? უკვე ნაკედი ყავს? განაცხადი გაკეთებული გვაქვს. გასაგებია. და საკაც დრო ჭირდება. ისიც როგორ არის ჩვენ რახან ასე ვთქვათ, ამ სივრცეში ვიმყოფებით ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაციის ჩვენთვის ცხოველებს ვწარმოებთ. აჰა, გასაგებია. ისევე როგორც ერთ-ერთი ზოოპარკი, ჩვენ სხვა ზოოპარკებიდან ღებულობთ ამ ცხოველებს ტრანსპორტირება, რა თქმა
უნდა. და რა თქმა უნდა, ტრანსპორტირება სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. კარგი. ცოტა ფინანსებსაც რო შევეხოთ, ყველაზე ძვირი, რომელი ცხოველის შენახვა ჯდება, აი თქვათ, რომელი სახეობის შენახვა უჯდება ზოოპარკს ყველაზე ძვირი. ჩვენთან რა თქმა უნდა, დიდი მტაცებლები არიან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლომი და ვეფხვი, რადგანაც ისინი დიდი რაოდენობით ხორცს მიირთმევენ, ასე თქვა, თუმცა ასევე საკმაოდ რთული შესანახი არიან ცხოველები, რომლებიც კიდევ უფრო რთული შესანახი არიან. პრიმატები, ჩვენ გვყავს ისეთი პრიმატები, რომელიც შედარებით მარტივი შესანახი არიან, თუმცა არიან ძალიან რთული. ანუ რთულში რას გულისხმობთ? ღირებულება, მისი საკვების არის ძვირი? აი ჩვენ მაგალითად რამოდენიმე წლის წინ ჩამოვიყვანეთ ცხოველი პანგოლინი. ხო, რომელიც ძალიან საინტერესო ცხოველია, სამწუხაროდ ვერ შევძელით მისი გადარჩენა, რა ძალიან მალე დაიღუპა და მე როგორც გაიგო ძალიან რთული საკვებია და ვიზიკოება ძირითადად ჭიანჭველებით და მწერებით და წარმოგიდგენთ ახლა რამდენად შეიძლება ძვირი არ არის, მაგრამ ერთი ჭიანჭველა ძვირი არ ღირს, მაგრამ ესე რომ საკვებად ყავდეს, ეს უკვე ძალიან სერიოზულ თანხებთან ადის. გასაგებია, აი სპილოს რამდენად რთული შესანახია, როგორც ფინანსურათაც ისე ფინანსურათაც, იმიტომ რომ მას შესაბამისი გარემო ჭირდება, ეს არის ძალიან ძლიერი და ძალიან ჭკვიანი ცხოველი და ეს ძალიან სახიფათო კომბინაცია არის ამ შემთხვევაში, ამიტომ მას ჭირდება და ნახეთ როგორ ის არის. მარტივი ვოლიერი მათთვის არ არსებობს, ის უნდა იყოს საკმაოდ. თუმცა კვება არის შედარებით უფრო იაფიანი პროდუქცია, ეს არის ბოსტნეული, ხილი, ხილი კი შეიძლება ჩაითვალოს თივა. ტოტები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაოდენობა დღეში თითოსპილოს დაახლოებით 140-150 კილოს საკვები ჭირდება. ძალიან დიდი რაოდენობა. ანუ 2 სპილოს დაახლოებით 300 კილოგრამი ჭირდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათი გემოვნება უნდა იყოს გათვალისწინებული. შემთხვევაში. ხო, აი მაგალითად თივა, რომელიც არის ძალიან ესე ძალიან მაღალი ხარისხის არ მოწონთ. ღმერთო ჩემო და ეს მე მოუძებნო. ხა რა უდაქნა, არ ჭამენ და მორჩა. მათ გემოვნებაზე დავდივართ ჩვენ, მათ ნებასურვილებზე და მათ კაპრიზებზე დავდივართ ჩვენ. მაგისთვის ვართ ჩვენ. დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო ინტერვიუ იყო, ვიზუალურათაც ჩვენი მაყურებლისთვის და შინაარსობრივათაც მადლობა ამისთვის. ხშირად გესტუმრებით, დავხვდით რომ გვიმასპინძლებთ. მადლობა დიდი. არც ეს არის ყველაფერი. სანახავი აქ კიდევ ბევრია. სანამ გადაცემას დავასრულებ, შეგახედებთ ზოტარეუმშიც, ანუ ეს არის სივრცე, სადაც წყლის ბინადრები ყავთ თავმოყრილი თქვენთვის სანახებლად, ამიტომ გამოყევით ძალიან საინტერესო სანახაობა. საშიშიც, თუმცა საინტერესოც. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ სახეობების ნაწილი ახალ ზოოპარკშია გადაყვანილი და საზოგადოებაც და ზოოპარკის მენეჯმენტიც თანაბარი ინტერესით და შემართებით ელოდებიან ახალი ზოოპარკის გახსნას, რომლის თარიღიც ჯერ ვერ კონკრეტდება. აგროსიახლებმა მოგზაურობა ზოოპარკში დაასრულა, ვფიქრობ ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა, როგორც კადრობრივად, სანახაობრივად, ასევე შინაარსობრივადაც ძალიან დატვირთული. დასკვნა თქვენთვის მომინდვია, თავად გადაწყვეტეთ, რამდენად გამართლებულია ზოოპარკების არსებობა. ერთი კვირით გამშვიდობებით.